გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით სახლი გადაეცათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოვში მდებარე ახალი სახლი აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახს ლევან გალობლიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ჯოლარიძეების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში სახლში დარჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმნიშვნელოვანესია ამ ახალგაზრდა ოჯახის მიმართ თანადგომა. მომხდარი არა მხოლოდ მათი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტრაგედია არის. გვახსოვს ჩვენ კარგად თუ როგორ გაგვაერთიანა ჩვენს აფხაზ და-ძმებთან ამ მომხდარმა. დღევანდელი დღეც ერთგვარი გაგრძელება არის ამ ერთობის. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მადლობა მინდა გადაუხადო აუცილებლად ბატონ მიხეილ სარჯოლაძეს. თითქმის ყველა უწყება ჩართული იყო ამ პროცესებში. ჯანდაცვის სამინისტროც თავდაპირველად ახორციელებდა მინისტრის კონტროლის ქვეშ ყველა ვითარებას, რომ ეს პროცესები მისულიყო ბოლომდე. აფხაზეთის მთავრობა თავისთავად ცხადია, საიდანაც განხორციელდა ეს პირველი ნაბიჯების გადადგმა და მათ გვერდში დგომა სასიცოცხლოდ საჭირო.